ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ის დონეზე დატოვა. მთავარი მოტივატორი კი გახლავთ დაბალი ინფლაცია, რომელიც სამიზნე მაჩვენებელთან მართლაც ძალიან ახლოს არის. თუმცა, თუ კონკრეტულ ქვეჯგუფებს ჩავხედავთ, იქ ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს აღწევს. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება, რამდენად სწორად მიაჩნიათ სპეციალისტებს ეროვნული ბანკის. ეს გადაწყვეტილება და რაც მთავარია, როგორი არის მოლოდინები ინფლაციასთან დაკავშირებით წლის განმავლობაში. გიორგი კეპულაძე საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელია ჩვენთან ერთად. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში შეფასებებით უნდა დავიწყოთ. სულ ახლახანს გაიმართა ეროვნული ბანკის მონეტარული სხდომა, სადაც როგორც ვახსენე დასაწყისში, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ის ფარგლებში დარჩა. განმარტებების გაკეთდა ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი განმარტება მთავარი ალბათ და ფუნდამენტური გახლდათ ის, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოს არის. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ? მოსალოდნელი იყო პრინციპში ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მანამდეც ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ ის თუ დაიწყებდა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას, ანუ შერბილებას მონეტარული პოლიტიკის, ამისთვის შესაბამისი გარემო პირობები უნდა არსებულიყო. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი ერიდება საკუთარ განცხადებებს შიდა პოლიტიკური თემების ან შიდა ზეწოლის, ასე ვთქვათ, ეკონომიკური პრობლემების განხილვას და ძირითადად საგარეო ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც რა თქმა უნდა ყოველთვის ცვალებადია, მაგრამ ჩვენი რეგიონი ისეთია, რომ ალბათ ბოლომდე დამშვიდებული კაიხა შეიძლება ვერ იყოს და მაგის იმედად ვერ იქნები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კაც მონეტარულ პოლიტიკაში დარჩენა გამოწვეულია, რა თქმა უნდა, იმით რომ ახსენე შენს პაატარო, სურსათის მედიკამენტების ქვეჯგუფებში 10% და მეტია ინფლაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხო მოხმარების თავარი პროდუქცია რაც სურსათი და მედიკამენტები. ხო. და ესე იგი ეს თუ გიძვირდება, ესე იგი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ახმის კი არ არის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არის ინფლაცია, არამედ საკმაოდ მაღალია. ინფლაცია მით უმეტეს იმ ორნიშნა ინფლაციების ფონზე, რაც ჩვენ წინა წლებში ხო 21-22 წელს ქონდა. ამიტომ ლოგიკური იყო ეს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ საავტო ფონდმაც თავის დასკვნაში და განცხადებაში მიუთითა, რომ შეიძლებოდა 7%-მდე შემცირება, რომელიც თქვა ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტ სტიმულს მისცემდა, თუმცა ჩვენ გვაქვს სურათი, როდესაც რაღაცა ფურცელზე საქსტარტი გვაჩვენეს და მთავრობა ამით ამაყობს, რომ რაღაცა მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ეროვნული ბანკი კვლავ აი რჩება მაინც რაღაცა გამკაცრებული თუ ასეთი კარგი პირობებია ეკონომიკისთვის, თუ ყველაფერი რიგზია, მაშინ შევამციროთ რეფინანსირების განაკვეთი. ხო, რაც მოსალოდნელი იყო წლის დასაწყისში, მაგრამ ჩვენ უკვე აი წინა სხდომის შემდეგ, როდესაც გამოვაქვეყნეთ, ჩვენ მაშინ აღვნიშნეთ ამ დასკვნაში, რომ მოსალოდნელი იყო პირიქით გაზრდაზეც კი ეფიქრა, თუ ეს ინფლაციური მოლოდინები გაიზრდება და შევხედოთ დააკვირდეთ, მოგეხსენებათ ესეთი საკმაოდ რთული შემოდგომა elodeba ქვეყანას, რაც თავისთავად რა თქმა უნდა რისკებს ზრდის ეკონომიკაშიც. გიორგი, საინტერესო გარემოებებს შეეხე. პირველ რიგში ეკონომიკური ზრდა 6 თვის საშუალო 8.3%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. აპრიორში ეს ნიშნავს იმას, რომ მაღალია შიდა მოთხოვნა, რაც ინფლაციას ზემოთ ეკაჩება, ასევე აღნიშნე, რომ იყო მოლოდინი, ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ შესაძლებელი იყო რეფინანსირების განაკვეთი გაზრდილიყო ამ ყველაფრის ფონზე. ძალიან საინტერესო არის აი ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, თუ შიდა მოთხოვნა მაღალი დარჩა და სხვა თანაბარი პირობების გათვალისწინებით ასევე, რამდენად შეიძლება წლის განმავლობაში არა შემცირება, არამედ ვიხილოთ რეფინანსირების კიდევ უფრო გამკაცრება. ხო, სხვათა შორის ეროვნულ ბანკს ორი სცენარი აქვს, ასე ვთქვათ, ხო, ერთი შედარებით ისეთი ოპტიმისტური, ასე ვთქვათ, რომელიც ალბათ მისცემს საშუალებას ცოტათ შეამციროს, მაგრამ სამწუხაროდ იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყანაშია, როდესაც თან ეს ზრდა ხო ინკლუზიური არ არის, ეკონომიკური ზრდა სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე ეს არ აისახება. მესმის რომ პირდაპირ არსად არ ხდება, რომ ეკონომიკა გაიზარდა, ყველა უცებ გავდიდება ზუსტად იმ ოდენობით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები ამას გრძნობდნენ და ამას როცა თუ თავრობა მეუბნება რომ მე წლებია მაგ საკმაოდ მაღალი ეკონომიკური და ამას მე ვერ გრძნობ, ესე იგი რაღაც პრობლემა მართლაც არსებობს. ამიტომ არის რომ ეროვნულ ბანკს მაინც უწევს რეალურ ეკონომიკაზე შეხება და რეალობიდან გამომდინარე დასკვნების გაკეთება. მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში რომ თქვა თავის გადაწყვეტილებებში იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი, რა თქმა უნდა ეროვნული ბანკი რისი პრობლემებით სამწუხაროდ რა თქმა უნდა უკვე არსებობს და ამაზე საავტო ფონდიც აღნიშნავს რომ უფრო მეტ დამოუკიდებლობას ისურვებდა მეც და შენც ალბათ ყველა ვარიანტში რა თქმა უნდა
ქვეყნისთვისაც, ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია რომ ეროვნული ბანკი საკუთარ გადაწყვეტილებებში იყოს დამოუკიდებელი და მაყურებელსაც რა აუხსნათ რატოა ეს მნიშვნელოვანი ხო? მთავრობა მოტივირებულია რომ უფრო მეტი დახარჯოს თქვა რაღაცა რაც შემდეგ ერთობლივი მოთხოვნით და ინფლაციას ხელს შეუწყოს ხო? მთავრობა უყურებს პოლიტიკური ციკლებით ქვეყანას და ეკონომიკური ციკლი უფრო მნიშვნელოვანია უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის და ამიტომ ერთგვარი მუხრუჭი უნდა იყოს აი მთავრობის გაზრდილი მადის და ხარჯვის. გიორგი, კი ბატონო, ძალიან საინტერესო გარემოებას შეეხება ნამდვილად ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე სცენარი გამოაქვეყნა. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მათ შორის ეგზოგენური ფაქტორებზეა საუბარი, ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა და დაძაბული, ასე ვთქვათ, და турბულენტური გარემო სანავთობო ბირჟებზე, რომელიც, სანავთობო ბირჟები ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენს ინფლაციაზე პირდაპირ მოქმედებს ხოლმე, დასაკმაოდ სწრაფი გადაცემა აქვს ამ მიმართულებით. აი ამ გაურკვევლობის ფონზე, პრინციპში მე მინდა კითხოთ ამ შემთხვევაში უკვე ინფლაციის მოლოდინი როგორი არის თქვენი წლიურ ჭრილში და რამდენად მოხერხდება იგივე მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს, თუნდაც ნომინალური ინფლაციის შენარჩუნება. ხო, სავარაუდოდ მზრდის ტენდენცია ექნება წლის ბოლომდე ინფლაციას და ამიტომაც არის ხო, ეროვნული ბანკი ისევ რჩება აი რაღაცა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის, რომელიც არ აძლევს საშუალებას ფასებს კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ხო, ეროვნული ბანკმა როგორც ჩანს დაინახა იმის რისკი, რომ შემცირების შემთხვევაში ინფლაცია კიდევ უფრო დაჩქარდებოდა და ერთობლივი მოთხოვნა უფრო მეტად გაიზრდებოდა. ნუ ამას ემატება რა თქმა უნდა ტურისტული ნაკადები ჯერჯერობით არ მცირდება და შესაბამისად ეს ტურისტი არის მხარჯველი და როდესაც შემოდის ადგილობრივ ერთობლივ მოთხოვნას კიდევ უფრო მეტად ახალისებს. შესაბამისად ამ პირობებში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო სწორედ აქედან გამოწვეული, რომ მათ აქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ინფლაცია, მით უმეტეს გაურკვევლობა ამ რეგიონში შენარჩუნებულია სამწუხაროდ და ალბათ ასეც გაგრძელდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ინფლაცია არ იქნება ძალიან მზარდი, მაგრამ მიზნობრივ მაჩვენებაზე მაღლა დარჩება ალბათ წლის ბოლოსთვის. კი ბატონო, 3%-ია ეს მიზნობრივი მაჩვენებელი. კი ბატონო, 3%-ია მიზნობრივი მაჩვენებელი, მცირედით არის. ასე ვთქვათ, გადაჭარბებული მიზნობრივი მაჩვენებელს. გიორგი, ეკონომიკური ზრდა ახსენე დასაწყისში და არ შემიძლია გადაცემის მიწურულს არ გკითხო მოლოდინებთან დაკავშირებით, ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშირებით, რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი, ბიუჯეტის პროგნოზი და მთავრობის წევრები, როგორც წესი, ყველაზე ოპტიმალური პროგნოზით გამოირჩევიან ხოლმე. ძალიან საინტერესო არის თქვენი მოლოდინი. პირველ რიგში წლის მეორე ნახევარში რამდენად შენარჩუნდება ზრდის ტემპი და თუ შეგვიძლია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება წლიურ ჭრილში რა შედეგზე შეიძლება გავიდეს ქვეყანა. ხო, კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ჩვენ თითქოს რაღაც ამ რიცხვებს, რასაც უყურებთ ფურცელზე, ყველაფერი წესრიგშია, ეკონომიკა ვითარდება და იზრდება. თუმცა მნიშვნელოვანია იმ დარგებსაც მივაქციოთ, ხო, რაც იწვევს ზრდას ამ მხრივ ძალიან გაიზარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგის წილი, რომელიც სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, აი, როცა მთავრობა სწორ ნაბიჯებს გამსდა, თუნდაც გადასახადების შემცირებით აძლევს ინსენტივს, ანუ სტიმულს აძლევს სექტორს, რომ განვითარდეს, ხო, ძალიან ბევრი უცხოური კომპანია შემოვიდა აქ, რომელმაც გამოიწვია სწორედ ის, რომ ეს ამ მხრივ სერიოზული ბუსტი მოხდა ამ დარგის, შეიძლება ითქვას, საქართველოში. მათ შორის რამდენად მდგრადი იქნება და რამდენად გაგრძელდება ეს გამოჩნდება შემცირების ტენდენციები იყო წინა წლებთან შედარებით, თუმცა მთლიანობაში მე ვფიქრობ ეკონომიკური ზრდა იქნება მაღალი, მაგრამ კიდევ ერთხელ გამომეორდები, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მათ იგრძნონ, ხო? მესმის, რომ ეკონომიკური ზრდა ხო როგორ არის, ყველა ერთიანად თანაბრად ვერ გაიგებს. ვიღაცა უფრო სწრაფად იზრდება, ვიღაცა უფრო ნელა. რა თქმა უნდა, ვიღაცა სწრაფად, ანუ უთანასწორობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ხო? როდესაც ვიღაცა უფრო ვიღაცას უფრო მეტი კაპიტალი აქვს, საწყისი პოზიცია უფრო ძლიერი აქვს და შეიძლება უფრო სწრაფად გაიზარდოს ვიღაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე სოციალური დაცვის მექანიზმები, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბიუჯეტში, ხო, შემოსულობებზე, ხა როცა საუბრობთ პენსიის დაგვინდა თუ სოციალური დახმარების, ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია იმაზე, როგორ იზრდება ქვეყნის ეკონომიკა და შესაბამისად ბიუჯეტი როგორ იზრდება. თუმცა ჩვენ დავინახეთ წლის პირველ ნახევარში გარკვეული პრობლემები ბიუჯეტში შემოსულობებზე
შემოსულობების კუთხით. ამიტომ გარკვეული კითხვები რჩება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ფურცელზე შეიძლება საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენოს, 8%-ით საშუალო რაც იყო პირველი 6 თვის და 7 თვის ეს ძალიან კარგი მონაცემია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა ჩვენგანმა ვიგრძნოთ და ეს აძლევდეს პლუს ეროვნულ ბანკსაც სტიმულს, რომ შეარბილოს თქვა მონეტარული პოლიტიკა და უფრო ორიენტირებული იყოს უფრო კიდევ უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნისთვის სიღარიბის დაძლევისთვის თავარი არის ეს, მაგრამ აქ უკვე პოლიტიკური ფაქტორები რა თქმა უნდა შემდეგ ერთვება. კი ბატონო და ბოლოსაც გკითხავ გიორგი, ხლა იგივე ახსენე IT სექტორი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ მაგენერირებელია ეკონომიკური ზრდის, ხშირად საუბრობთ ხოლმე იმასთან დაკავშირებით, პირადი საუბრებიც გქონია იმასთან დაკავშირებით რა არის დაბალი ინკლუზიობის მიზეზი. შესაძლებელია იყოს ის დარგები, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში არიან წამყვანი, იმდენად ამენადაც ყველა დარგი ერთნაირად ინკლუზიური არ არის სამწუხაროდ. ხო, ჩვენთან პრობლემა რა თქმა უნდა სისტემურია, ერთი ის რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები მცირდება, ეს არის პირდაპირ შედეგი სამწუხაროდ ქართული ოცნების პოლიტიკის, პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემცირება. პრობლემა ისიც რომ დამსაქმებელი ძირითადად არის ისეთი დარგები, რომლებიც არც ისე მაღალი კვალიფიკაციის მუშახელს მოითხოვს, ხო, თქვათ იგივე ვაჭრობის სექტორი იქნება ეს თუ მშენებლობა თუ მცირე ფერმერული მეურნეობები, ხო? ძირითადი დამსაქმებელი ქვეყანაში არის ეს დარგები, რომელიც ვერ უხდის მაღალ ანაზღაურებას და არც აქ აუცილებლობა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მის სამუშაო ადგილებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა შენარჩუნებულია და მით უმეტეს იმ 14%-იანი უმუშევრობის პირობებში ალბათ მოთხოვნა კვლავ მაღალი დარჩება, თქვათ იგივე ვაჭრობის სექტორში, სადაც კონსულტანტად რომ იმუშაო, ძალიან დიდი გამოცდილება და რაღაცა ის რა ქვია, უმაღლესი განათლება ამას სულაც არ ჭირდება. სწორედ ეს არის ჩემი აზრით პრობლემა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას 2023 წლის მედიანურ ხელფასს რო შევხედოთ, მოსახლეობის დასაქმებულთა ნახევარზე მეც აქვს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი. ხო, ეს აჩვენებს, რომ ეხლა თუ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება და მაინც მაღალი ემიგრაცია გაქვს და მედიანური ხელფასი, საშუალო ხელფასი გასაგებია იზრდება ის მაღალანაზღაურებადი დასაქმებულების ხარჯზე, მაგრამ მედიანური, ანუ შუაში რაც არის ხელფასი ზუსტად, აჩვენებს, რომ საკმაოდ დაბალია შემოსავალი დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობის, რაც აჩვენებს იმას, რომ პრობლემები კვლავ რჩება, ეს არის სისტემური პრობლემები, რომლის გადაწყვეტასაც რა თქმა უნდა სჭირდება სწორი ნაბიჯები და ზოგადად ქვეყნის განვითარება და ეს ქვეყანა ბოლო 30 წელი ვითარდებოდა ისე, რომ მიდიოდი დასავლეთისკენ და ევროკავშირისკენ და ევროპისკენ და დღეს ევროპა რაღაც საანძღავს სიტყვად იქცა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განმეორებას რა თქმა უნდა სამწუხაროდ მოახდენს უარყოფით ეკონომიკას. დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ გიორგი კეპულაძე, საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად და საუბრობდით მონეტარულ პოლიტიკაზე, საუბრობდით ფასების საერთო დონესა და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.